გამარჯობა. მოვეცი. სათვალეს მოვიხსნი. ახლებიც ვიყიდე. დაიცადეთ თან მიმდევრობით. ოპა. დავჯექი. რა ვიცი, ზოგი ამას ნუიტყვიო, ზოგი იმას ნუიტყვიო. გამარჯობა ხალხო, მოგესალმებით, როგორ ახართ. ეხლა მოვედი კაი პიონერიმით, ავარ ჩაცმულ გამოწყობილი და რატო? ეხლა თურმე ახალი გადამაწყდებით და მაკაბის მეტი არაფერი გააქო, იტყვით არა მაქვს. ხო და მასე იფიქრეთ რომ არა მაქვს. ესა. ხალხო. საღამოთი, ეხლა ვინც უკვე ნახეთ, მიხვდებით რომ სიმღერა დადო და იმიტომ მოვიდაო, მაგრამ რაშია საქმე? მაგიტომ მოვედი. სიმართლეს გაუმარჯოს, მაგრამ ვიცმევდი რომ უნდა გავსულიყავი ფეხით. მე თვითონ რადგან არ გავედით მანქან, დღეს ავართ მე და ჩემი ქმარი, დედა ოფლი რომ მასხავს, არ ვიცი, შაქარი რა დღეშია, ვერავხდებ. მე და ჩემი ქმარი დღეს ავართ როგორც დალეწილები და დაღეჭილები. აი ყველაფერი გუშინ იყო ხალხი მასე, გუშინას კიოდათ ყველაფერი. ტერეზას რა ვისაც ვხვდებოდი და მე არა და მე დღეს დამეწყო, ამინდი შეიცვალა, მოწვიმა ეხლა ცოტა და მოკლედ ვიცმევდი რომ გავალმეთქი. ჩავიცვი ეს ბლუსკა. ყიდულობ რაღაცა ქვეყანა რამეს და მე იმაშვები რა ქვია. იქ არის, ეხლა მოხსენი მარკა. ჩავიცვი და ცოტა მომდგარი მაქვს, მე ვიწროება. რა გავაკეთო და გადმოვიცვი ზემოდან ისევ ეს ჩემი მხსნელი კაბა. ხო და გავდიოდი გარეთ. მეთქი გავალ. საქმე ისეთი დიდი არაფერი არა მაქვს, მაგრამ ესა ხო აი ეს უნდა გამეკეთებინა ფიქრიას ნაჩუქარი აბადო კიდე ვიფიქრე ამაზე რა ეს კოპლებიანია არ ვიცი ხა თქვენთან რამდენად ჩანს არაჩა წვრილი კოპლები აქვს ხო და მე ვიფიქრე რომ ნამეტარი ვიქნები მეთქი ისა გადატვირთული და აღარ გავიკეთე ხო და რო გავდიოდი ინოცენტივ საწყალი თვალებით შემომხედა რა ვიდეოს ხო არ ჩაწერო რომ გამარეკლამო ხო და რას ეტყვი უარს ხوار გააპლუტებ ადამიან. ჩაწერ მეთქი უთხარი და მოვედი. თმები როგორა გააქო თუ ვინმე შემეკითხებით, ცუდად. მე თვითონ შევიჭერი. გუშინ არა, წინა საღამოს, გუშინ წის საღამოთი უნდა მებანავა, ხო და ძალიან აი რო ის მომივა ხოლმე რომ რაღაცა მაწუხებს და უკვე ვეღარა შველი. და მეთქი ვეღარ გავიჩერებ ამ თემს. აი ქამდე მქონდა, აი ვერ ვიტან, აკოსილი შევწუხდი, მოკლედ. და მარტო გავავიღე, ზოგი აქედან შევიჭერი, ზოგი აქედან მივიჭერი, ზოგი იქიდან მოვიჭერი და გამოვედი ეგორუშკა დურაჩოკი. მაგრამ ძალიანაც არ მედარდება, რო გამოვედი ინოჩენტე რა ქენიო. მეოთხე თვები შევიჭერი. რა ხალო რაზე ფიქრობო, როგორ დაიწყო ისა ბღუილი. ამ კვირაში მე ვერანაირად პარიკვახელთან ვერ წავალ. იმ კვირაში დავრეკავ და შევათანხმებ რა და წავალ იქ კვირას, მაგრამ ვეღარ უძლებდი. ხო და წავიჭერი და ეხლა ვარ ეგეთი ეგორუშკა დურაჩოკი. აი იქ მე სკაპებით, უია სკაპებით საქმიდებს. თუ შევწუხდი ავიწევ. ხო და მოკლედ ეგეც არ არის მთავარი. ჩემმა ქარმა დადო სიმღერა. თუ ვინმეს ჩემი და ჩემი ქმრის, ან მარტო ჩემი ქმრის პატივისცემა გაქვთ. გთხოვთ, გადადით ინოჩენტე ტრიკარიკო. არხზე, აი ეგრე ვარ თაყირავებულები, ავდგებდე გავასწორებ. არ მეზარება, რა მეზარებს, ახალგაზრდა ადამიანი ვარ. აჰა. 1.9 მილიმეტრია ხოლმე, მაგრამ აწუხებს. ხო და გადადით ჩემი ქმრის არხზე ვინც ეხლა მე შემხედავთ და გაიგებთ ამბავს და ჩაგეთვლებათ არ ვამბობ რომ არ იქა მოწონება და კომენტარები არა მე მგონი დიდი რამე სიმღერაც არ არის ნუ ყოველ შემთხვევაში მე არ ვგიჟდები მაგრამ მაინც მხარდაჭერა სჭირდება ყველას და ჩემ ქმარს ამ შემთხვევაში მე სიმართლეს გეუბნებით, გთხოვთ თუ არ დაგეზარებათ, რა თქმა უნდა, გადადით და ნახვები გაეზრდება და გაუხარდება და ბედნიერი იქნება და გავაბედნიერებთ ერთ ადამიანს უფასოდ. ეს არის მორჩი რეკლამა, მაგაზე მეტი არ ეკუთვნის, მაგასაც არ მიხდის და ეს არის ჩემი ქარვის მძივი.
ეს არის ნატურალური ქარვის მძივი, რომელიც რა თქმა უნდა და დედაჩემმა მიყიდა. მე საქართველოში რო წავიდა დედაჩემი გავატანე რომ თბილისში აბა მეთქი გაასინჯინე და თბილისში მიიტანა აღარ მახსოვს სად რუსთაველზე მარჯანიშვილზე არ მახსოვს სად ამბობდა და მიიტანა და რა თქმა უნდა ქარვა არა ნამდვილი და ისა და აძლევდნენ $100 და არ გაყიდა. მე კი უთხარი გაყიდე მეთქი და მოიხმარე, მაგრამ არ გაყიდა და ჩამომიტანა უკან და მაქვს და ძალიან მიყვარს. ხო და მეკეთა დაზე მეკეთა გუშინ წინ არ ვიცი მოკლედ რაღაცა კაბაზე გავიკეთე და ისა სტაფილოსფერი აგურისფერ კაბაზე მეკეთა. ხო ეგ ამბები მოვჭი. ეგ დედა ოფლი რატომ ასხავს ხალხო? ტანზე კი არა ვარ ოფლიანი, ანუ ტანზე არ ვიცი დიდათ ოფლი. მიუხედავად იმისა, ხო იტყვიან ხოლმე რომ აი წონიანია და არა, ჩემი ოფლიანობა არის სახე და თავი, აი თავზე. ტანზე მე დიდათ აი რავი რა უნდა მოხდეს, რომ ისა არ ვიცი ხოლმე დიდათ რა. და ეხლა როცა ესე ვარ, არ ვიცი, შაქარი ხო არა და არანაირად არ მექნება, იმიტომ რომ ვისადილე კარგად. ხო, რა უნდა გითხრათ ეხლა რის გაკეთება დავიწყე. ყოველ დღე მივირთმევ აი დიდი ბულგარული, აქ ძალიან დიდი ბულგარულებია, აი ძალიან დიდები, აი აფხელები. ჩვენებური ბულგარულის ნახევარი რო ვთქვათ, იმ ბულგარულის მეოთხედს მივირთმევ ყოველ დღე. სადილის წინ, ანუ როგორც ბოჭკო და ამავდროულად აბსოლუტურად გივსებს C ვიტამინის დღიურ ნორმას. მე ხა ისეთ ექიმებს ავარ გადაკიდებული და აყოლილი, რომლებიც ამბობენ, რომ არანაირი კვებითი დანამატები, ინტეგრატორები და ვიტამინების ყლაპვა არაფერს აზრი არ აქვს, მინიმალური შემცველობა აქვს და მე იმ მინიმალურიდან თურმე ჩვენი ორგანიზმი კიდევ უფრო მინიმალურს ითვისებს და უაზრობა არისო და საკვებიდან მიღებული ვიტამინები უფრო გაცილებით სჯობსო. და ამიტომ მე ყოველ დღე მივირთმევ ბულგარულ წიწაკას, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ჩამოყალიბებული დიაბეტიანი არა ვარ, მაგრამ არავონებს თუ ვინმე შაქარი გაქვთ, გეშინიათ. ზღაპრებია ეგა. იმდენი კი არა, ჩვეულებრივ რა ერთ მეოთხედს იმ ნაჭერს, ან ჩვენებური ბულგარულის ნახევარი რომ ვიფიქროთ. მაგას დავიდებ ხოლმე და სანამ სადილს ვამზადებ, მივირთმევ ესე, როგორც ხემსი. და სადილის მერე კიდე ერთი კივი. კივიც ასევე შაქრის როგორ ვთქვა? შაქრის ათვისებას აყოვნებს, ხო, არ თქვი, როგორც ავთქვი, სწორედ ავთქვი. და ასე რომ ნელა-ნელა ვიწყებ ისედაც ვცდილობდი, მაგრამ ამ ზაფხულს ძალიან ხელი მიუშვი მე, მანამდე ძალიან მათ ვიკვებებოდი. ეკვილიბრატორ როგორ არის ქართულად ხალხო? არ ვიცი, ახლა დავაწყე ეს ქართული სიტყვა. ხო და მოკლედ ვიკვებებოდი რომ ვცდილობდი ყველაფერი მე ბოსტნეული ცილა ესა ისა ყველაფერი და მე მიუშვი ხელი და ეხლა ისევ ჩავდგები კალაპოტში. მაგის თქმა მინდოდა და მივირთვით ჯობია. ხო, ლიმონზე მეტი C ვიტამინიც აქვს ბატონო, ზოგი რომ ლიმონი მაინდა-მაინც დიდი არაფერი ის არ არის, მაგაზე მეტი C ვიტამინები აქვს, ძალიან ბევრ სხვა რამეს. და ეხლა კიდე ისა შევჯდები მწვანე ლობიოზე. მწვანე ლობიოზე გუშინ წინ ვიყიდე კარგაბლომად და ხვალე მივდივარ ექიმთან და სიმართლე გითხრათ მაგიტომაც არ მქონდა და გეგმილი დღეს ვიდეოს ჩაწერა, იმიტომ რომ ხვალე ექიმთან მივდივარ და მე მეთქი ბარემ თუ რამე ახალი ამბავი იქნება, არაფერი ახალი არ იქნება, მაგრამ მაინც მე ჩავწერ თქო ვიდეოს. ასე რომ ხო რა ვიყავ ეს წავედი დღეს გუშინ შეუკვეთე იოდი. არ ვიცი აქ რანაირი იოდია, უკვე მესამე ნაირს ავყიდულობ, არ ვიცი. ეგ სხვა რამეა. სათვალეები ვიყიდე ხალხო. ეს რომელსაც ეხლა ვიყენებ, ჯერ ერთი რომ უკვე კარგად აღარ ავხედავ ამით. მერე მოსძვრა ერთი და გამოსაცვლელია ყველა ვარიანტი იყო. ეს რომელიც მეორე გამომიწერა
ეს არის 1 და 5. და აქედან პირდაპირ გადახტა ექიმა გამიწერა 3. ანუ 2. და ამით კარგად ხედავ თუ უნდა რამე შევკერო, თუ რამე წვრილი უნდა წავიკითხო, დანარჩენ შემთხვევაში ძალიან დიდია ჩემთვის. ისე რომ მე რო ახლა ამაზე გადავიდე, ცოტა ხანში 5-ზე ავალ და არ მინდა მე ეგა. ხო და ეხლა აფთიაქში რო ვიყავი, ნახე ეს სათვალე, გარეგნობითაც მომეწონა, არ ვიცი ჩანს, არა ჩანს. 2 ზომა, 2. ხო და ეს ვიყიდა, გავკეთებ და გაჩვენებთ. დედა რა კარგად ვხედავ. კარგს კი ვერაფერს ავხედავ, ჩემ დასმაროვაიც. ხო და შევიძინე. ბატონო, ახალი სათვალეები მაქვს. ეხლა ბარემ უნდა მოვიდე მეთქი და რამით გაგახალისოთ და გაგართოთ და რითი გაგართოთ, მეც არ ვიცი გარდა იმისა, რომ თუ ქეთო და უჩაზე არ გესაუბრეთ და ან რა ვიცი TikTok-ის ჭორებზე, ჭორები არ არის, TikTok-ში სუსი მართლია. ხო და მოვიტანე და გაჩვენებთ რა ჩამომივიდა საფულეები. ხო გითხარით 2 საფულე და 4 შარფი მოდის მეთქი და ჩამოვიდა. ხო და ეხლა კიდე მაქვს რაღაცები, ოღონდ ჯერ არ ვიცი. ეხლა ხო საფულე. ამას უკვე ვიყენებ ეხლა. ეგეთია. შიგნით კარტები და ყველაფერი და აქ დედაჩემი სურათია. იმაზია მაგნიტებზია. აქ გარედანაც ჯიბი აქვს. ეხლა ისე კი ვარეკლამებ თითქოს ვყიდიდე. ნუ ესეთია რა მოკლედ. მომეწონა რბილია, ისეთი ურბილესია, ისეთი სასიამოვნოა, რომ რა გითხრათ და ეს მეორე თავისი ყუთით მოვიდა. ეს ტყავია. დიდი არა, იმდენი საბუთები მოყვა, იმდენი საბუთები აქვს მოყოლილი, ხალხებო, გარანტიის ფურცელი და რა ვიცი მე რა არა, აი ესე იწევა და ესე იხსნება. არ არის დიდი, აი ამაში 50 ევროიანი, აი ზუსტად ძლივს მიდის. აქ შიგნით რაც აქვს, ყველაფერი ტყავია, ჯიბეები, ყველაფერი და ეხლა თქვენთან კი შავი გამოჩნდება, მაგრამ ის არის მუქი ყავისფერია. მუქი ყავისფერია, მაგრამ ეს 2 საფულე მოვიდა. ეს ვითომ ეს მინდოდა ეხლა დამეკავა, რაიმე დედა. ეს მინდოდა რომ ეხლა დამეკავ, ნუ გამომეყენებინა რა, მეხმარა. აღარ ვიცი ამ სიტყვას გვერდს უვლი ხოლმე ვითომ და რა დააშავა ვერ გავიგე. ხო და პატარა ძალიან იქიდან გამომდინარე რომ ელემენტარული რამდენიმე კარტაც კი რო ჩაორდო და ფული ცოტა ისა ვერ იწერს. აი ძალიან ისეთია ცირეთ ახალზეა გათვლილი. ეს კი კაცო ამაში რამდენიც გინდა ჩადე, რაც გინდა ჩადე. აქ უკანაც ხო აქ, ეხაც ჯიბი აქ ხურდებისთვის ვიყენებ. აქაც ჯიბი აქ, ნუ ეხა ხო არ გავშლი არა. აქ შიგნით აქ 2 განყოფილება, აქ მეორე მხარეს აქ 2 განყოფილება. აქ ფულია. თურმე 5 ლარიანი აქ რატო ჩამიდია? 5 ლარიანია თუ 5 ევროიანი აქ უნდა იყოს. აი ახალ საფულის რო არ ახარ შეგუებული ეგ ვარიანტი და კარტები აქ ორივე მხრიდან აქ ძალიან მოსახერხებელია და თან რა ვიცი ძალიან გემრიელია. აჰა ხო შარფები, ეხა შარფებს. არ მეზარება გაჩვენებ. ოღონდ ერთი მეგონა რომ ყველა ვიყიდე გრძელი და ერთი ყოფილა 4 კუთხედი, მაგრამ არა უჭირს ძალიან ლამაზია. ეს არის იცით როგორი შარფებია? თიკი აქვს წაღმაუყუღმა, მაგრამ მაინც ორივე მხრიდან კარგფერსია რა. ეს არის ესეთი ფირმა და მარკა არა ვიცი, თქვენ უფრო გეცოდინებათ ალბათ, ძალიან ლამაზია, მე თუ მკითხავთ. ეს რისთვის მინდოდა არ მახსოვს, მაგრამ აი ეს ზამთარში, აი ეს არის ძალიან რბილია, ოღონდ ძალიან მკვრივია, რაღაცნაირი თექასავით არის, აი ძალიან წმინდა თექაა და ეს მინდოდა ყავისფერი პალტოსთვის. ყავისფერ პალტოზე მინდოდა რამე მწვანიანი და ყავისფერიანი და ზუსტად ესეთია, აი ესეთი. აი ეგეთი. აი ესეთია და ესეც არის გრძელი. ხო და ეს მინდოდა პალტოზე. ეს მომეწონა ფერები, ეს ფერები მიყვარს მე ძალიან და თან მეცა
თან რა ხარისხია რა, ნახეთ. აი. ეხლა რა თქმა უნდა შემეკითხებით რა ღირსობს მარკები და ისინი ხო აქ. ნუ არ ვიცი ხა ჩანს, არა ჩანს, მაგრამ ძალიან მომწონს. და ესეც გადასარევი ფერებია. ეხლა ვინმეს რო ისე ზეპირად ეთქვა, ხო, ვიტყოდი სად ლურჯი და სად ეს ფერი, მაგრამ არის ერთმანეთშია რაღაცა ზღაპარი, ნახეთ. ნახეთ როგორი ფერია. ძალიან ოთხკუთხედია, მაგრამ დიდია. დიდია. და ეს უფრო ალბათ ტყავზე გავიკეთებ ხოლმე. არ ვიცი, კი ვფიქრობ ტყავზე, მაგრამ უფრო ძალიან კლასიკურიც არის რა, არ ვიცი, ნახოთ. ნახოთ, თუ კიდე რამე შევიძენ, ნახოთ მე. ეს შარფები ღირდა თქვენ ხართ ჩემი ბატონი 30 ლარი. საფულეები ღირდა არ მახსოვს. ეს ძვირიანი იყო ტყავი რომელიც არის და ეს არ მახსოვს 35 თუ 25 არ მახსოვს. ეხლა თუ გინდა მომკარით, არ მახსოვს. ალბათ 35. ხო, მე მგონი. არ მახსოვს რა. თორე ეხლა დასამალია დაახლოებით ჩავთვალოთ 30-35 ლარი, ევრო არა, ლარი თბილისში მაქვს ნაყიდი. თბილისში ლარებზე. შარფები ზუსტად ვიცი რომ 30 ლარი ღირდა. 25-ები ღირს ხოლმე ღირდა ცოტა პატარები, 30-ები და იყო კიდე 35-იანი მგონი, რომელიც იყო ცოტა აი რაღაც წელვად არ შემხოდა. ვერ მოვასწარით. ტაციაობაა ხოლმე ისეთი ამბავი არა დაბიჭი გამიშვი. ეხლა თუ ვინმე მეტყვის, სად არის და სად იყიდება ეგო. ვერც ლინკს ჩაგიგდებთ, ვერც ვერაფერს. ხო, ეს სამაჯური კიდე რო გითხარით ისა, გითხარით თუ არ ვიცი. ისა საჩუქრად გამომიგზავნეს მეთქი, ეს სამაჯური საჩუქრად გამომიგზავნეს. მუქი ფერი არა, იტალიური ოქროს ფერშია. ხო და ეს კიდე საჩუქარია. ხო და გოგოებო, ვინც შემეკითხებით თუ გაინტერესებთ, ძალიან ბევრი ეს ბიჟუტერია როგორ ვთქვა, ოქროს ფერი თუ ვერცხლის ფერის დაცვით ძალიან ბევრი გამყიდველი არის TikTok-ზე, ძალიან ბევრი. მაგრამ აი ამ გოგოსნაირი ხარისხი ტყუილია, არავის არ აქვს. მე კი არავის არ ვაკნინებ, პირიქით ყველა თავისას მუშაობს და ხო გითხარით ადრე ერთმა თქვა, რომ ნუ ზოგი ხარისხიას ვიღებ, ზოგი დაკლებად, ზოგი ვისაც როგორ უნდა. ხო და თუ ვინმე შემეკითხებით TikTok-ზე ქართულად უნდა ჩაწეროთ TikTok-ზე სხვაგანაც ნანიკოს სამკაულები. ნანიკოს ვერცხლი არა, არის კიდე ეგეთი ნანიკოს ვერცხლი. ნანიკოს სამკაულები და ამოაგდებს ამ ულამაზეს ქალბატონს და ნახავთ. ასე რომ თუ ვინმეს დაგაინტერესებთ და ნახავთ რა. პატიოსნეს ხალხი ეხლა მე წინა კვირას რაც ხა საქმეები რომ მქონდა და ხანეს ვერ გავედი ფულის ჩასარიცხად, ანუ რომ გამეგზავნა, რაც ამათი რაც ვიყიდე რა და იმათ მაინც გამომიგზავნეს. მე არა მქონდა ფული ჩარიცხული, მესამე ჯერია რომ მიგზავნიან, მესამე. პირველად 4 საყურე იყო და რაღაცა აღარ მახსოვს, მეორეთის 14 საყურე და რა ვის 3-4 ბეჭედი აღარ მახსოვს და ეხლა მესამე გამოგზავნა და ნუ გამომიგზავნეს, მე ამას ჩემ ხარ რომ წამიყვანე მეთქი რომ ფული მაქვს გასაგზავნი და რანაირად გამოგიგზავნესო რო არა გქონდა ფული. გამარჯობა ინოჩენტე. რანაირად მეოთხარი რით აღარ გაგვიცანი, მეოთხარი რით აღარ გაგვიცანი როგორები ვართ მეთქი და მართალი ხარო. ხო და ასე ვაცინე მე ის გოგოები რომ ჩემაქარვა კიდევ ვერ ისწავლა მეთქი რომ როგორი გული და როგორი ხალხი ვართ. რა თქმა უნდა ისეთი შეხვდება, ასეთი შეხვდება, რამდენი გადამგდები ყავს იცი. ერთი სხვა არის თეასი, თეაკო და იმას კიდე ისა ვიღაცა ჯერ იყიდა ნდობაში შევიდა რამე, მე გააგზავნინა, გადმოგირიცხავო ამ დღეებში, გააგზავნინა და დღესაც აღარ აძლევს ფულს. ბევრია, ეგეთიც ბევრია. ბევრნაირია, ხო იცით თქვენა.
ეხლა რით ვერთობი ისევ ამ TikTok-ზე წეღან ჩემაქვარმა ტელეფონი მათხოვეო შენიო თავისი დაჭდა და რაღაცებს აკეთებდა და რაღაცები ჭირდებოდა. ხო და მეოთხარი მათხოვე და საქმე აღარა მქონდა. რა მეკეთებინა არ ვიცოდი. ხო, მივდექი. ორი მანქანას სარეცხი რაც ერთი დილას აუკრიფე და ერთი წუხე. ის უყალა დავკეცე, დავაბინავე, ჭურჭელი რაც იყოს უყალაფერი დავრეცხეხს უყა. ვაიმე კარტოფილს ავხარშა და დამავიწყდა და ვქაქანე. წავიდე მივხედა. რამდენი საქმე გავაკეთე ტელეფონი რა მქონდა. ტელეფონი რომ აქ დავიჭერ, წავგორდები და ვუყურებ ამ დებილობებს. ეხლავე მოვალ დამაცადეთ ისა, რა ქვია. რა ქვია მაგას კარტოფილი. მოვედი. 2 წუთი ვიყავი გასული, არ გეგონათ დიდი ხანი დავიკარგე. მეცხარი ბიჭო, არ უნდა და ხორო დუხს ეს კარტოფილი, ახალ კარტოფილს ავხარშავ. ახალი კარტოფილი ახლა აქვს მთელი წელი არის ახალი კარტოფილი და რავი როდის არის ახალი არ ვიცი. ხო და ძალიან მიყვარს მოხარშული კარტოფილი. მთელი ციცოცხლე ბავშვობიდან მიყვარდა მოხარშული კარტოფილი და მამა ჩემი მეტყოდა ხოლმე თიანეთში უნდა გაგათხოვოთო. და ჩემი აი საყვარელი კარტოფილი და ყველი. ხო და ეხლა ჯერ ცხელია. ხო, რაც შეეხება თუ ვინმე შაქარი გაქვთ და კარტოფილს არ აჭამთ, მივიკავებთ თავს. თუ ვინმე დიეტაზე ხართ და კარტოფილს არ მიირთმევთ, რომ ასუქებსო, არ დაიჯეროთ, კარტოფილი მიირთვით, ოღონდ არა შემწვარი, არა პიურე, მოხარშული, ღუმელში გამომცხვარი, რავი, მოხრაკული, როგორიც გიდათ, ბევრი ცხიმით არა. მიირთვით კარტოფილი, გინდა ვახშომზე, ჩემ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას. მოხარშული კარტოფილი არაფერს არ აწენს, დაბალი კალორია აქვს, როგორც ასეთი და ნუ გეშინიათ. ეხლა მე კანიანა არ მიყვარს, მაგრამ კანიანად შევჭამ, იმიტომ რომ კიდევ უფრო დასწევს შაქრის ათვისების დროს. მოკლედ. ხო და მე ვხარშავ მარილით. ასე რომ უკვე მარილიანია, არ უნდა. და ეხლა რას ვაკეთებ ამით, რა უნდა გააკეთო თუ მეტყვით? ამას დავაჭერ, იმას აი ესე დავაწვევი იმით, ჭიქით, იმაზე დავალაგებ რა, დაფაზე, სამზარეულოს დაფაზე. დავაწვევი და გავჭყუნავ, გაიჭყლიტება თუ სულ არ გავაყრევინებ ისე რომ ფორმა დარჩეს. მერე მარილი უკვე აქვს, თუ მარილი არ აქვს, მარილი ისა, რა ქვია, კიდე სვანური მარილი, ნივრის ფხვნილი, პილპილი, პაპრიკა, მაგას ყველაფერს მოვაყრი ორივე მხრიდან და გინდა ტაფაზე და გინდა ღუმელში შებრაწეთ. უგემრიელესი რამეა. ბევრი ცხიმი არ გაუკეთოთ და დიდად კალორიას არ აკრეფავს. აჰა, დაგინდობთ მეც აღარ შევჭამ. ორსულივით მომინდა, იმიტომ წამოვიღე. ხო და ასე ჩემო კარგებო, მასე თუ ტელეფონს თქვენ ხო იცით ისა, დაიცა რომელი გადაცემა იყო, რაღაცა ანეკდოტები თუ რაღაცა გადაცემა იყო, ახლა არ მახსოვს, წლების წინ იყო, ხო და იქ არის ქმარი მივასახში და ცოლი ზის დივანზე და ცოლი ეუბნება ქმარს, დღესო დილიდანო სახლი დავალაგეო, სარეცხი დავრეცხეო, ყველაფერი დავაუთოვეო, სადილი გავაკეთეო, ჭურჭელი ყველაფერი დავრეცხეო, მთელი სახლი მივაკრიალეო, მივხეხეო, მოხეხე, თუ კი რამე იყო ძველი შესაკერი და საკერი ისიც კი გავაკეთეო, ეხლა ვზივარ და ვქსო, ყოჩო, უკაცო მე რა გინდაო, რა მინდა კი არა, ასწრაფოდ ჩართე ეხლა ინტერნეტი არა მაქვს ინტერნეტი და მთელი დღე საქმე ვაკეთეო. ზუსტად ეხლა ეგ გამახსენდა ჩემ თავზე დღეს. ეხლა დღეს კი არა, ეხლა საყამოთი. რომ თურმე ტელეფონი თუ არა მაქვს, ქვეყანა საქმეს გავაკეთებ და თუ ტელეფონი მაქვს, ვაიმე, წავგორდები და საერთოდ აღარ მახსოვს ქვეყნიერება.
ხო და ასე, ამდენი ტრაგედია გვაქვს TikTok-ში, ამდენი ისა ვნებათა ხელვები ტრიალებს, ამდენი დაჭმა და ცხობა და ერთი ამბავია გუშინ ძლივს გააშორდა, გაექცა, ქეთიას უჩა გაექცა, ძლივს დავაბრუნეთ, შერიგდნენ, შეარიგეს, ჰაიჰუა ტაშფანდურა და გუშინ ქეთომ უჩა კარგად გაძუყდა. მე როგორ ასწევდა? არა ჩანდა, მაგრამ უჩაყირო და ვაიმე როგორ დამარტყავ. გაძუყნა ქეთუა უჩაც, დედაც, ზეთმიაყოლა თავის დედა და ისა აბა ეგ ამბავ ისევ შერიგდა, შენო ვერ გაიგეო ჩემო სიყვარული, ჩემო გიჟია, ოღონდ სერიოზული. მე აქამდე ხო ვამბობდი გიჟი არ არის მეთქი, მაგრამ მაგარი გიჟია, ოღონდ აი ეშმაკი გიჟები რო არიან, სათავისო გიჟი, აი ჩვენთან მასე იტყვიან ხოლმე, სათავისო გიჟიაო, აი ეგ არის. ხალხო, კაპიკი არა ქონდა, აი აგვისტოს სადღაც შუასკენ ხო 0-ზე იყვნენ მომსხდრები. ჩვენ დავცინოთ, ეხლა მეც დავცინი ვარ ხო და ბევრი კიდე ჩემნაირი. დავცინოთ და აი ერთი თვე არ არის გასული, აი ამ ერთ თვეში 10,000 ლარი ააგროვა. TikTok-ზე თამაშები, კოინებს ურტყავენ, აი გაძალებული რა. და 10,000 ლარი აქვს ეხლა მოგროვებული. თვითონ თქვა მე კი არა, მე რა ვიცი, მე ხო არ ვიყურები იმის ბანკში. ხო და ეს იქა, იქ იმ გოგოს საწყალი არ არის, ის გოგო არ მეწოდება როგორც ასეთი თელაველი თიკოა თუ თაკოა, არ ვიცი რა ქვია, კარგად სამი მგონი ბავშვები ჩამოართვეს. როგორც ასეთი, თუ ეხა ჩემი აზრი დავაფიქსირო არა, როგორც ასეთი ეგ გოგო თვითონ ეგ გოგო არ მეწოდება, აი არა მაქვს მაგ გოგოს სიბრალულის შეგრძნება, ბავშვები მეწოდება ძალიან და რატო? ნუ დიდათ არ უყურებ, კეთოს უფრო უყურებ, მაგ გოგოს არ შემიძლია ვერ უყურებდი. ძალიან აგრესიული ადამიანია თვითონ, არ ვიცი ცხოვრება რა თქმა უნდა, ცხოვრებაც ეხა 15 წლის არო ცუდ გზას დაადგები და 3 შვილი ყავს და 3-ვე სხვადასხვა კაცისგან და არც ერთზე არ არის დარწმუნებული ვისგან აყავს, არ იცის. ეხლა კიდე ვიღაცა ყავს ბიჭი და სახლში და ის ბიჭიც ალბათ ამ ბავშვებს ცუდად ექცევა, არ ვიცი, მოკლედ ვერაფერს ვერ დავდებ თავს, რასაც სხვები ამბობენ და ზოგი რამე მინახია. და ეგ, ნუ როგორ ვთქვა, ძალიან ცუდ ცხოვრებას ეწევა. გარდა იმისა, რომ ეგრე კი არა, რომ თითო კაცებს არა, ნუ ისედაც ცუდ გზაზე დგას და გარდა მაგისა, ჩემთვის რაც ყველაზე მიუღებელია ალბათ და ისა თამაშობს. ამ ფულებს რო ურიცხავს ხალხი ბავშვებისთვის საჭმელზე იქ დედა ყავს, რა ვიცი, დედა, დეიდან, დედობილი ნაშვილებია, არ ვიცი, მოკლედ იმ ქალს კიდე დიაბეტი აქვს, მერე ფეხი, მთლიანი ფეხი არ მოაჭრეს, რაღაცა ჯერ თითი მოაჭრეს, მერე ქუსლი, არ ვიცი. ხო და თურმე რო ურიცხავენ ფულებს, მერე ეს მიდის კაზინოში და კაზინოში თუ ავტომატებზე თუ სადა თამაშობს. ხო და ჩამოართეს ბავშვები, რომ სიბინძურეში იყვნენ და არ ახედავდა კარგად და ეხლა ყველაფერს რო თავი დავანებოთ და ნუ სიბინძურეში ძალიან ბევრს აყავს შვილები სიბინძურეში, ეგ არ მიყვარს, მაგრამ აი სრუკრუპი ქონდა ან როგორ ღმერთმა გადაურჩინა და სულ კარგად უმყოფოს ის შვილი, ბავშვს ქონდა სრუკრუპი და არც საავადმყოფოში არ მიყავდა, არც სასწრაფო რომ მოვიდა თურმე სასწრაფოს უთქვია 2 წუთიც რომ დაგვეგვიანაო, გაიგუდებოდაო. მე ვიცი ეგ რაც არის სრუკრუპი და ეგ არის აი არ ვიცი, მე რომ ჩემი თვალებით ამაქვს ნანახი რა ბავშვზე ეგა. და დედამ რანაირად უნდა უყუროს შენ თვალწინ რომ ბავშვი აი იგუდება, იცით რომ აი ეს არის რაღაცა საშინელი რამე. ეგ სრუკრუპი, ხო და იმის თქმა მინდა რომ ეხლა ჩამოართვეს ხო ეს ბავშვები წაიყვანეს სოციალური რატოა და ნუ ბევრმა ის რატო მიყავთ გავიგე. ეხლა მისცეს გამოსასწორებელი ვადა, არ ვიცი თვენახევარი თუ 1 თვე, რომ იმ თვენახევარში უნდა დაასუფთავოს, უნდა ისწავლოს დაალაგება 23 წლის გოგოა თუ 25 წლის, არ ვიცი,
უნდა ისწავლოს სახლის დალაგება, უნდა ისწავლოს დასუფთავება და ისა, დაუბრუნებენ ამ ბავშვებს მოუყვანენ. ეხლა ჩემი აზრით, ძალიან ბევრი ხო გამოდის, ბავშვები ეხლა იქ უკეთესად არიან და უმაგისოდ უკეთესად, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ვერ იქნებიან ბავშვები უკეთესად, თუნდაც იქ უფრო სუფთად იყვნენ და თუნდაც უფრო მაძღრად იყვნენ და თუნდაც ექიმი და წამალი ქონდეთ. დედის გარეშე პატარა ბავშვები კი არა, მეც კი საცოდაობა ვარ. დედის გარეშე და ძალიან რო დავფიქრდი ამაზე, კი, კიდევ ვიმეორებ, მე გოგოს საერთოდ არ მეწოდება, აი არა მაქვს არანაირი არც ქალური სოლიდარობა არ მაქვს მაგ გოგოს მიმართ, იმიტომ რომ ცოტათი თავს რო ძალა დაატანოს ადამიანმა და ცოტა მეტად მიხედო შენ შვილებს, რომლებიც შენ გააჩინე, ხო? მე არ ვამბობ, რომ აი ისე უნდა შეინახოს და ასე და ისე და არა, მაგრამ ელემენტარულად მაინც რომ რა ვიცი რა, შეუძლია, ხელი აქვს, ფეხი აქვს, ახალგაზრდა გოგოა, რა ვიცი მე ხა, კი გავიგე ის რაც ცუდი ჩვევები აქვს, გავიგე, არ ვიცი ზოგი ბევრ რამეს აბრალებენ, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეიძლება რომ ბავშვებს მაგრამ კიდევ ვიმეორებ რომ მგონი არა დარწმუნებული ვარ რომ ბავშვებს მაინც დედასთან ურჩევნიათ. მე მაგალითად უფრო მომხრე ვარ იმისი რომ თუნდაც კვირაში ერთხელ მივიდეს კონტროლი, მივიდეს თუნდაც რა ვიცი მე ადრე იყო ხოლმე უბნის პოლიციელი, ახლა აღარ არის, არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს ახლა სტრუქტურა როგორ მუშაობს, ან თუნდაც ის სოციალური მუშაკი კვირაში ერთხელ რომ მივიდეს და უბრალოდ გააკონტროლოს რომ ნორმალური პირობები აქვს. ახლა არ ვამბობ რომ არის და რა და როგორ. იმიტომ რომ დედა მაინც ხვარამია, ცუდი დედაც კი მაინც ჯობია უდედობას. რავი, მე ესე ვფიქრობ. იმიტომ რომ ახლა ის თავის ცხოვრება არ მგონია იმ გოგომ როდისმე გამოსწორდეს, არ მგონია რა ვიცი მე მაგას არ დავიჭერებ, ვერ დავიჭერებ გააგრძელებს, მაგრამ მაინც ბავშვები გაიზრდებიან და რომ მოიზრდებიან და უკვე თავის თავს მიხედავენ და გზას იპოვიან ჯანდაბას, მე ყველას თავის ცხოვრება ექნება. ხო და აი მაგიტო რა ძალიან მენანებ ხა უდედ მამოთ ამ ბავშვებმა ეს მამაც არ იციან, ანუ მამა იციან ისე რომ დრო და დრო ვიღაცა კაცია სახლში, მაგრამ მამა არსად არ არის, ხო, არავის მამა არ არის. და ეხლა კიდე დედაც აღარ. რა ვიცი, მაინც მგონია რომ შეიძლება ბევრმა თქვას, არა უნდა ჩამოართვან და იქ სადღაცა არა, ჯობია რომ ცოტა კონტროლი კონდეს ამას და გააკონტროლონ, მაგრამ დედასთან იყვნენ ბავშვები, იმიტომ რომ რავი, მე ასე ვფიქრობ. მე არ ვამბობ რომ მე სწორი ვარ, მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ ვაიმე უდედობაზე ცუდი არაფერი არ არის ხალხო. უდედობაზე ცუდი არ არის. ეხლა კი არ დამიწყოთ ეხლა შვილი ღმერთმა ნურავის ნუანახოს შვილის ცუდი არ არის, რა თქმა უნდა, გეთანხმებით. დედისთვის შვილი პირველი რამეა, მაგრამ აი ეს დედაშვილის ფენომენი რაღაცა რა ჩემს ყოველ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ მე არა ვარ დედა და ასე გადაწყვიტა ღმერთმა, რომ არა ვარ დედა, მაგრამ არც მაგისგან ტრაგედიას არ ავქმნი, თუ ასე უნდა ყოფილიყო ასეა. ასე რომ მივიღებ ყველაფერს. ძალიან ბევრ რელიგიურ საუბრებს ვესწრები, ძალიან ბევრ რამეს ვიგებ, ვსწავლობ ბევრ რამეს, ძალიან ბევრი სააზროვნო თემა მეძლევა, ძალიან ბევრი რამე მიხარია თუ ჩემი აზრები თანხვედრაში მოდის ჭეშმარიტებასთან ხოლმე ხანდახან და მიხარია ეგა. ასე რომ ასე გადის ჩემი დღეები. ხან ვეჭრები ვიღაცის საქმეში, ხან რა და ხან რა. და ასე, ვიღაცის საქმეში ახლა არა, თუ არავინ არა მკითხა იქ არსად არა ვეჭრები მე, მაგრამ არის ხოლმე ხანდახან სიტუაცია, რომ ასე, ეხლა ნამდვილად ვიქნები დაწყებითის მასწავლებელი.
ნამდვილად ვიქნები დაწყებითის მასწავლებელი. აჰა, მშვენივრად. აბა ერთი დამიწერეთ, ძალიან გოიმურია ეს ესე, მე მომწონს. სახელო გადასარევ. ეს დაშფუტულია. ისე ეს რო გავაუთოვო და გასწორდეს, კარგად გაგანირდება. შეიძლება მაგ იდეით ვიყიდე, არ მახსოვს, რავი, მახსოვს რომ არ მასხომს არა. ერთი ლამაზი კაბა ვიყიდე, ეხლა ჩაგუმივიდა ამის წინ და იმ კაბით აუცილებლად ჩავწერ ვიდეოს. სახელოიანია და ცხელაჯერ და მაგიტო ვერ ჩავიცი. მე აუცილებლად ჩავწერ ვიდეოს იმ ლამაზი კაბით. ისე რა თქვი, მე რო გამიხარდეს და როგორ ვთქვა, გამოვიპრაჭო თქვენთვის. მაგიტო. აი გერთმები გავიკეთო. ჯერ პარკმახეთთან წავით, დიდი არაფერი არ უნდა გავიკეთო პარკმახეთთან, რა თქმა უნდა, ისა ცოტა შევასწორებინებ ამ ჩემ ნაპარკმახერს, ჩემ ნამოქმედარს გაასწორებს და მე დავიხო. იმიტომ რომ თუ არ დავიხვიე, ჩემი თმა ისე ჯერ საერთოდ რა იყო და ეხლა ხო საერთოდ და დავიხო და ცოტა გამოჩნდება რომ ბევრია. ასე შემოკარგებო, არ დაგავიწყდეთ გადასვლა და ინოჩენტეს სიმღერაზე გახსენით 1-2 წუთი, 3 წუთი არ უნდა მოусმინოთ, თუ არ მოусმინოთ, მაინც გახსენით, ჩაითვლება რომ ნახვები აქვს. წავედი ხალხო, ვის რა აწუხებსო ეხლა იტყვით, მაგრამ მეგრია რა სიმართლეა, ადამიანი რო წვალობს და მთელი გულს და სულს დებს რაღაცაში, მერე რო გულგატეხილი არ დარჩეს რა, მაგიტოა. არა და ჩვენთან რო ახალი კარტოფილია, ჩვენებური არა, არც კი თლით ხოლმე ახალ კარტოფილს, ხან მარილში გავსრესავდით და კანი თავისთან, ხან გაფხეკავ, ხო? ამას არა, ქვადარკინა ტყავივით კანი აქვს. ტყავივით. ერთი მაგარი. მე ახალ კარტოფილს ამას ვერ დაუძახებ, არა. ჩვეულებრივია. არც კაიგემო არა აქვს. არა. არა ვერა. წავედი ხალხებო. არა ვარ დღეს ეს კვირა მაქვს ძალიან ძიმე კვირა, რა თქმა უნდა არ მინდა ერთი კომენტარი იყო, როცა მხიარულად მოდიხარო, მაშინ მიხარია შენი ყურებაო. მეც რა თქმა უნდა მართალი გძანდებით, მაგრამ არა ვარ სულ ყოველთვის მხიარულად, რა თქმა უნდა. იცი რა, ეხლა მე წავალ და ერთ ფილა შოკოლადს შევჭამ, იმიტომ რომ ეს შუბლზე ოფლი არ უნდა მასხავდეს. შესაძლებელია რომ შაქარი დამეცა. შესაძლებელია, იმიტომ რომ ფაქტიურად მე ხო შაქარს არაფერში არ ვიღებ, არა. რას ვიზარ, თუ არა ან კიდე გავალ ეხლა და ყავას დავლევ 1.5 კოზი შაქრით, ისიც მიშვერის. რავი, რამეს ვიზავ რა, მოკლედ. თავარია რომ არ მოვკვდე. წავედი, ხვალე არ იქნება ვიდეო, იმიტომ რომ ექიმთან მაქვს 2:30-ზე და სანამდე იქ იქნება, სანამ უკან დავბრუნდებით, სანამ ეს ნანერვიულებელი დავეგდები და დავიცი. ისა რა ქვია, არ ვიცი, ხვალე ანზე ისევ მოვალ რომ, ვიცი რომ ბევრ ადამიანს აინტერესებს და ამიტომ მოვალ და გეტყვით, რაც მითხრა ექიმმა. კიდევ ვიმეორებ, არა მაქვს დიდი იმედი რომ რამე ისეც განსაკუთრებულს მეტყვის, მაგრამ რავი, ნახოთ, რავი, არ ვიცი. დავიღალე ხალხო, დავიღალე, ხანდახან არის ისეთი პერიოდი, ისეთი მომენტებია, პერიოდი არა, დიდი ხანი არ ვაძლევ იმის უფლებას თავს, რომ დიდი ხანი ვიყო მაგ ხასიათზე, ხო, მაგრამ არის რაღაცა მონაკვეთები ხოლმე დრო და დრო, რომ აი ვიტყვი დავიღალე უკვე, აი დავიღალე, არაფერი აღარ მინდა, არ მინდა, აღარც ბრძოლა მინდა, აღარც ომი და აღარც არაფერი არ მინდა. არ მინდა. დასვენება მინდა. თუნდაც მიწაში. აბა ეგ არის თუ არის დასვენება. ამუდამო. წავედი ხალხო, წავედი. ყველა ახლა ცუდ ლიანდაგზე გადავდივარ და მოდი ავიკრიფები და
წავალ და მივხედავ ჩემ თავს. აბაჰე და აბაჰო, გემშვიდობებით. შევხვდებით ამ დღეებში რა, წავედი კოცნით ყველას.